ვფიქრობ, რომ ხელოვნებაში ცალკე დარგი არის და ცალკე მიმართულება აქვს ეპოქსიდს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი შესაძლებლობებს გვაძლევს. ვცდილობ, რომ ყველა ეს შესაძლებლობა გამოვიყენო, ეს იქნება პატარა ნივთების დამზადება თუ დიდი ნივთების, დეკორაციების თუ საახალწლო ნაძვის ხის ათამაშოების და ასე შემდეგ. მინდა აღვნიშნო, რომ ვარ სრულიად შეყვარებული ამ სფეროზე და თვითონ ეპოქსიდზე მუშაობაზე და ძალიან მინდა, რომ ბევრმა ადამიანმა აიმაღლოს ცნობიერება ამ კუთხით. რადგანაც ჯერჯერობით საქართველოში არ არის ისეთი პოპულარული, ხალხმა ჯერ კიდევ არ იცის, თქვათ, აღნიშნული საათი თუ რომელიღაც ნამუშევარი რისგან არის დამზადებული და ხშირად არის ხოლმე კითხვები, რა არის, რა მასალა, ზოგს გონია ქვა, ზოგს გონია სხვა და სხვა საშუალებით მზადდება და მინდა, რომ ბევრმა გაიგოს რამდენად დიდი შესაძლებლობები აქვს ეპოქსიდზე მუშაობის სფეროს. არ ვიცი, აი ფერების საოცარი შერწყმა შეიძლება მოხდეს ისეთი, როგორიც ვერც ერთი სხვა საშუალებით ვერ მივიღებთ. ულამაზესი ნივთების შექმნა შეიძლება, რომელსაც ჭირდება ძალიან დიდი სიფრთხილით მუშაობა. მოგეხსენებათ, არის ქიმიური ნივთიერება, შესაბამისი ცოდნა და განათლება ამისთვის საჭირო. ჩემთვის გაცილებით უფრო დიდი პასუხისმგებლობაა, როდესაც საქართველოს თემატიკაზე ვმუშაობ, საქართველოს რუკის ფორმა იქნება, დროშა იქნება თუ ნებისმიერი ქართული წარწერა, რომელსაც აქვს დატვირთვა საქართველოს ისტორიის თუ თემატიკით, განსაკუთრებული სიფრთხილით, სიყვარულით და სიამაყით ვმუშაობ ესეთ ნივთებზე. ახალი წელი ვფიქრობ, რომ არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულებს შორის, რომელიც სიხარულს, იმედს, სიყვარულს და ყველაფერს კარგს გვაძლევს ჩვენ. ვფიქრობ, რომ სათანადოდ უნდა მოვემზადოთ ყველა, ვისაც როგორ შეგვიძლია, ზოგი სახში ფუსფუსებს, ზოგი საყიდლებზე დადის. ამ პერიოდში ყველაზე დიდ დროს ვუთმობ საახალწლო სათამაშოების დამზადებას, რომელიც ყოველდღიურად საახალწლო განწყობაზე მაყენებს მათი ყალიბში ჩასხმის პროცესი. შემდეგ ეპოქსიდი როგორ ზავდება, როგორ ფერები ერწყმის ერთმანეთს, სრულიად შესანიშნავია. ეპოქსიდით დამზადებული ნივთი ფერების გამო უბრალოდ არ მეორდება, შეუძლებელია მის ერთ-ერთში განმეორება. ვფიქრობ, რომ ჩემს ნამუშევრებს აქვს ჩემი ხელწერა, რომელიც ფერების გადმოტანის უნარით და ნიჭით გამოირჩევა. როდესაც ყალიბიდან ამოვიღებ ნივთს, ვფიქრობ, რომ ახალი სიცოცხლე დაიბადა. ასევე არის საათის დასრულების დროს, წამების ის არის დამაგრების დროს, აგრეთვე ახალი სიცოცხლე დაიბადა და ეს ყველაფერი მე ძალიან მაბედნიერებს.